მოგესალმებით უკვე ამ ახალ წელს 2026 წელს ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებ ჩემს საავტორო გადაცემას ჩემო ახალზეთო. დღეს ჩვენი სტუმარია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, უდიდესი ანალიტიკოსი, ძალიან აქტიური არა მარტო სოციალურ ქსელებში, საერთოდ ზოგადად საზოგადოებაში აქტიური მოღვაწე პიროვნება, რომელიც ყველა საკითხზე და ყველა ფერზე თავის კომპეტენტურ აზრს ძალიან იშვიათი სიზუსტით და იშვიათი დობით შეფარდებული და დობით გაჯერებული ინფორმაციებით აჭრებს ხოლმე საზოგადოებაში. მოგესალმებით ბატონო ედიშერ, დიდი პატივია ჩემთვის თქვენი მოწვევა ჩემს გადაცემაში, ჩემო აფხაზეთო და მოგესალმებით ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე მე პატარა შესავალს გავაკეთებ ჩვენ თუ რა თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. თემა უამრავია. მით უმეტეს ეს მრავალპოლუსიანი მსოფლიო, რომელიც ახლა უკვე ფორმირების პროცესშია და ახალი წესრიგით ჩამოყალიბებას ელოდება და ეს როდის იქნება, როდის დამთავრდება, არავინ არ იცის. ზოგს ეჩქარება ამ პროცესის დამთავრება და პროცესების, ასე ვთქვათ, მართვის სადავების ხელში ჩაგდება. ზოგს ეს საერთოდ არ ეჩქარება, ძალიან ტოლერანტულად უდგება, ნუ ალბათ თქვენ ხვდებით მე საით ჩემი სიტყვები ამ შემთხვევაში, მაგრამ მე განსაკუთრებით მინდა ნუ ახლა ჩვენ შევეხებით ყველა საკითხს, მაგრამ ყველა საკითხი უნდა იყოს ერთ კონტექსტში. თუ რა ელოდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აი ამ მარადიულად გადაუწყვეტელ პროცესს. ახლა ცოტა არ არის, ახლა 30 წელიწადი, 33 წელიწადია ჩვენ ველოდებით იმას რომ აი ამ დღეს მოხდება, მხოლოდ მოხდება, ეს აფხაზები მოიხედავენ, ზოგჯერ ეს გამისი აფხაზეთის და საერთოდ კონფლიქტის და საერთოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები ხან ამერიკაში იყო, ხან მოსკოვში იყო, ხან ბრიუსელში იყო და ბოლოს დაიბნა ხალხი, მაგრამ უკვე დღეს მგონი ყველა ხვდებით რომ მისი გასაღები ერთადერთი კრემლის კედლებშია ჩაკეტილი და სხვათა შორის ძალიან ყარად არის იგი ჩაკეტილი და მე ვფიქრობ რომ მას იმდენი ასე ვთქვათ იმდენი გველეშაპი იცავს რომ იქ შეღწევა ესე ადვილი არ არის. მე ასე ვფიქრობ და ეს უბრალოდ ჩემი წარმოდგენით არის ასე. ნუ დღევანდელ პირობებში თუ ჩვენ გადავხედავთ ერთ პატარა მომენტს მინდა ხაზზე გაუსვა ბატონო ედიშე. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ცოტა ჩქარობს. მე ასე ვფიქრობ და მე ახლა ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ ახლა მისი მოღვაწეობა შევაფასო, იმიტომ რომ ჩვენმაც ვერ შევაფასებთ, იმიტომ რომ ყოველთვის დიდი პოლიტიკური მოღვაწეების საქმიანობას ეპოქას დრო ჭირდება. მას დღეს შეიძლება ძალიან ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ ძალიან ცუდად და ხვალ პირიქით უფრო შეტრიალდეს და უფრო უკეთესი გახდეს და უფრო ლამაზი გახდეს და შეიძლება უფრო უარესიც. მაგრამ ახლა რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აცებულ, თუნდაც გრენლანდიაც მიმართებაში, თავის დროზე მან დაამოცა კანადასთან მიმართებაში. გარდა ამისა, ის ხომ უკვე აშკარად აცხადებს იმას, რომ ვენესუელასთან მიმართებაში ეს ხო საერთოდ ყველანაირ, ასე ვთქვათ, მომსახურების ზონიდან არის გასული. ეს ყველაფერი ახლა ამას ძალიან დიდი ლუპით აკვირდება რუსეთი და კრემლი და პუტინის გარემოცვა. ახლა პუტინი ძალიან წინააღმდეგობრივი პუტინის შესახებ ძალიან წინააღმდეგობრივი ინფორმაციები ძლდება საერთოდ მასმედიაში და საერთოდ უნდა გითხრათ რომ დღევანდელ პირობებში მით უმეტეს ეხლა მასმედიის შეიძლება 80% ფეიკი იყოს, რაღაცა იყოს ეს რაღაცა ბლეფი, ხოლო შეიძლება 15-20% იყოს რეალობა. ნუ ახლა ამისი გარჩევის უნარი და საშუალება ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი განვლილი ცხოვრებიდან და ჩვენი მიერ დაგროვებული ინტელექტიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც რთულია ხოლმე ძალიან ისე იმ რაციონალური სამოყვება იქიდან. თუმცა რა ფაქტის სახეზეა ჩვენ ამაზე უნდა შევჩერდეთ. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ მე ასეთი შთაბეჭდილება მქონდა ძვირფასო ტელემაყურებლებო რომ ამერიკას დღეს აინტერესებს სწორედ ის სტრატეგიული რესურსი, რომელიც შავი ოქროს სახით არის ცნობილი და ეს არის ნავთობი. თქვენ წარმოიდგინეთ ვენესუელა ნავთობის ნომერ პირველი მომპოვებელი და მარაგების მფლობელი 303 მილიარდი ბარელი ნავთობი გააჩნია
დაზვერილი ნავთობი გააჩნია და კიდევ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მის ტერიტორია თითქმის 1 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდეა და სულ ცხოვრობს 28 მილიონი კაცი. პლუს ამას ირანი არის მესამე მსოფლიოში თავის ნავთობის მარაგით. რუსეთი მერვეზე არის და ამერიკა მეათეზეა. ეს განაწილებულია და ესე იგი მეათე ადგილზე მყოფი თავისი ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს ყველანაირად რომ აი ეს თვითონ აიღოს ეს თავის თავზე ეს კონტროლი. ეს ამის კონტროლის თავის თავზე აღება ბატონო ედიშერ მე ასე მგონია რომ ეს იმას ნიშნავს რომ რუსეთის ეკონომიკა საერთოდ ჩაძირვისთვის არის განწირული. იმიტომ რომ რუსეთს თავისი ბიუჯეტი ზუსტად ნავთობის ენერგომატარებლებზე აქვს დაგეგმილი და თქვენ წარმოიდგინეთ 60 ბარელზე ნაკლები თუ იქნება, ესე იგი მაშინ რუსეთის ბიუჯეტი ხდება დეფიციტური. ახლა 155 თუ 152 მილიონი ახლა ეს მინდა ითხოვა, რომ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსეთს სხვა თუ არაფერი რუსეთი დღეს უკრაინაში რაც მას ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და რაც მას თავის ასე ვთქვათ მაშინ რომ აქვს უკვე შეტანილი თავის კონსტიტუციურად თითქოს და გაიმყარა ეს ყველაფერი და როგორ რანაირად ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით იქაც 10 მილიონი და ახლა უკვე რუსეთი თვითონ რომ ჩვენ 140 მილიონი კი ვართ 150-155 მილიონი ვართ. ნუ ესე იგი რუსეთს ახლა ტერიტორია იმდენად არ უჭირთ მე მგონი თუმცა ეს მათი შინაგან გენეტიკაში დია ამას გვერდ ვერასოდეს ვერაუვლიან ისინი. აქედან გამომდინარე ახლა რუსეთის ბუნებრივია და მე ამაში დარწმუნებული ვარ 100%-ით ბატონო ედიშერ რომ რუსეთი აუცილებლად ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს. ახლა რა მათქოინებს და რატომ ვამბობ მე ამას? აი რუსეთის კრემლის პროპაგანდისტი დუგინის გამოსვლა. აი ზუსტად გუშინ წინაც ორი დღის უკან რომელიც მანამდე სოლოვიოვმა განაცხადა. ახლა დუგინი ეს არის პირდაპირ ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ესე იგი როგორ ხდება ხოლმე ჯერ ვიღაცა იტყვის ამას იმის შემდეგ მე უკვე ის ზედაიშელებებში წავა და ბოლოს პრეზიდენტი დააგვირგვინებს ამას და იტყვის რომ საქართველოს თუ საცომხეთი და აზერბაიჯანი არ შეიძლება ნეიტრალური ქვეყნები იყვნენ ან და თუნდაც არც ირანი და არც თურქეთის დაქვემდებარებაში იყვნენ ისინი და განსაკუთრებით ჩვენი ნეიტრალიტეტი მათ მიაჩნიათ ძალიან ასე ვთქვათ ძალიან სუსტ რგოლად რომელსაც არავითარი საფუძველი და არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია. აი ეს ყველაფერი მე რაც ხდება ბატონო ედიშერ ეს არის პატარა შესავალ და ჩვენ თემაზეც უნდა ვისაუბროთ და მით უმეტეს თქვენნაირი კომპეტენტური ასე ვთქვათ ანალიტიკოსი როდესაც არის ჩვენ სტუდიაში და როცა ჩვენ შეგვიძლია ამ თემებზე ვისაუბროთ მე მგონია რომ ძალიან ძირფასო ტელემაყურებლები ძალიან საინტერესო თემებზე გვექნება ჩვენ დღეს საუბარი და რაც მთავარია ბატონო ედიშერ ახლა ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის რომ ყველაფერი ამ პროცესების უკან რასაკურია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის და პრობლემაც დგას და ეს პრობლემა ძალიან სერიოზულად შეიძლება ჩვენ განვიხილოთ. აი ზუსტად აი ამ თემებს უნდა შევეხოთ, მაგრამ ყველაფერი ჩვენთვის მაგალითად ჩემთვის პირადად როგორც ერთი პიროვნებისთვის და ჩემი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ საერთოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტასთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ და მე აქ მინდა თქვენი კომპეტენტური აზრის მოსმენა. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ბატონო მომან, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენისთანა პიროვნებასთან, თქვენისთანა გამოჩენილ მეცნიერთან, თქვენისთანა გამოჩენილ ქვეყნის პატრიოტთან მოწვევა სტუდიაში საუბარი, მით უმეტეს, როდესაც ამას გააჩნს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც თქვენ გადაცემებს ვიცი მე რომ ძალიან ინტერესით ელოდება და ძალიან ინტერესით უყურებს. უპირველეს ყოვლისა მივლოცავ ამ ახალწელს ჩვენს შობა ახალწელს ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს თქვენ პირადად ბატონო მომან და ვისურვებდი რომ ამ წელს გამოჩენილი იყოს კონტურები იმისა რომ ჩვენი აფხაზეთის დაბრუნების საკითხი დაძრული იყოს. აი ეს ვისურვებდი. მაგრამ შეელიოთ რუსეთი აფხაზეთს. მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ისეთ სიტუაციაში ვართ ჩვენ რომ როგორ გითხრათ ახლა ჩემი ეს სურვილი ფიქრობ გარკვეულწილად ღმერთმან უქნას, მაგრამ სურვილად დარჩება ისე მიდის პროცესები, იმიტომ რომ ჩვენ ახლა უკვე
ძალიან რომ იტყვიან გამოზრდილები ვართ ამ პოლიტიკურ ბატალიებში, რომელიც მიმდინარეობს აქეთ ამ 33 წლის, 35 წლის მანძილზე მთელ მსოფლიოში და რომლის მსახურალი ხელი შეეხო საშინლად ჩვენ სამშობლოს. ეს იყო მაშინ ჩვენ გვახსოვს ვიძახდით რომ ესაა ცივი ომის დამთავრება და ვიყავით აღტკინებული საოცრად. ცივი ომი კი დამთავრდა, მაგრამ დამთავრდა ჩვენი სამშობლოს ძლიერება. დამთავრდა იმით რომ არ გვაქვს იმ ცივი ომის დამთავრების შემდეგ აფხაზეთი და არ გვაქვს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთია, ანუ სამაჩაბლო შიდა კანტონი. ამაზე მეტი ტრაგედია რა შეიძლება ქვეყნისათვის იყოს. მით უმეტეს დღევანდელ პირობებში, როდესაც ასეთ დეფიციტურ სამყაროში მიხდება ცხოვრება. საქმე რაში მდგომარეობს ახლა? ის დაწყებული პროცესი, რომელსაც ჩვენ პირდებოდენ, თითქოს და მსოფლიოში დამთავრდა ეს დაძაბულობა ცივი ომის დროს რომ იყო და ამიერიდან გახსოვთ რაღაცა აღკინება იყო და ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ დაიწყო ლიბერალიზმი, ვინაიდან კომუნიზმის დამთავრდა და გვახსოვს წიგნების დაიწერა, ისტორიის დასასრული დაწერა იმ ფუკუიამამ იმ კაცმა. მე და თქვენ რო დაგვეწერა, ახლა ჩვენ რეკლამა არ გვექნებოდა და კაციშვილი ამას ყურადღებას არ მიაქცევდა, მაგრამ იმას სისულელე დაწერა ფაქტობრივად, როდესაც სათაურად დაარქვა ისტორიის დასასრული, როგორ შეიძლება რაღაცა იყოს. ისტორია თუ დასრულდა, დასრულდა კაცობრიობა რა. და სამყაროს გადაშენება კიდევ არ შეიძლება. არ შეიძლება, ეხლა ღვთის გაჩენილია ბოლოს და ბოლოს. მერდის გაჩენილია არ ფუკუიამას ეკითხება, არც ედი შეგვენედაძე და არც ბატონ მურმანს. ამის ყოფნა არ ყოფნას. ეს არის ღმერთზე დამოკიდებული ყოველ შემთხვევაში მიასემჯერა. მაგრამ საქმე რაში არის, რატომ ვსაუბრობ ასე? შედარებით ძირფესვიანად, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გამოვიჩინეთ ჭკუა გონება იმ პერიოდში. და ეხლა მიხვდით სინამდვილეში რაში ყოფილა საქმე, მაგრამ ნახეთ, ესეც ქართველი კაცის ნაცქვამია, მოჩქარეს მოუგვიანდეს. ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში ვარ დავანდელ დღეს აღმოჩენილი და რატომ ეხლა მინდა გითხრათ. ის იყო პროცესი საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესში, რომელშიც მახსოვს ცნობილმა პუბლიცისტმა, ცნობილმა საზოგადოებრივ მოღვაწემ აკაკი ბაქრაძემ საზოგადოება მაშინ გააფრთხილა. ინგრევა და ნუ ვიზამთ ისე თავს ნუ შევყოფ და თავზე ნუ დაგვეცემა მისი ნანგრევები. არა, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ პირველები უნდა ყოფილიყავით ჩვენ ყველაფერში და მივიღეს შედეგად ის რაც მივიღეთ და აი მაშინ იყო მოთმინება საჭირო. რა თქმა უნდა და ბატონო მურმან რაშია საქმე იცით? კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტს მინდა შევეხო ამ შემთხვევისათვის. საქმე შემდეგში არის რომ მაშინ ჩვენ პოლიტიკა არ ვიცოდით რა იყო და ვიყავით ესე იგი გაბრუებული ისეთი შებურვილი აფირისტობით, როგორიც იყო დემოკრატია, როგორიც იყო ადამიანის უფლებები, როგორიც იყო დასწავლური ცხოვრების წესი და ასე შემდეგ, ხო ეგრე იყო. ეს რაღაცისთვის მოგონილია. მოგონილი და აი ტრამპზე ახლა თუ შეიძლება ვაფასებ, რატო ვაფასებ? არ მოედება დემოკრატიებს და თავისუფლებებს და ასე პირდაპირ მე მინდა ეს. მე მინდა ნავთობიო იმ კაცმა. აი ბატონეთჯერ, აი ეს მე მინდა ეს რუსეთი, სხვა თუ არაფერი პოლუსია. მივალ ამ დრომდე. საქმე რაში არის იცით? იმ დროისათვის ნახოთ, თავად რუსეთიც ამით გააბროეს. დემოკრატია გახსოვთ ელცინი და დემოკრატია, თავისუფლება და ასე შემდეგ. დღევანდელ დღეს სოფლიო შეიცვალა. იმიტომ რომ ახლა მართალია ვინც გვისმენთ, ჩვენ შეიძლება ახალგაზრდებმა თქვას, ახლა გარკვეულწილად შეიძლება ჩაიხიმონ. ჩვენ გვასწავლიდნენ კაპიტალიზმის შესახებ, რომელსაც მეც მაშინ მეღიმებოდა ახალგაზრდაობაზე კაპიტალიზმი. ჩვენ მარქსის ზუსტად მაგაზე მინდა ყურა, თურმე რასაც გვასწავლიდნენ კაპიტალიზმის შესახებ, ყველაფერი მართალი ყოფილა. აბსოლუტურად მართალი ყოფილა. ამიტომ დღევანდელ დღეს ეხლა სულ სხვანაირი პოსტულატებით უდგებით ჩვენ იმ პროცესებს, რომელი პროცესები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება და საქმე რაშია ბატონო მურმან, იცი? მიმდინარეობს ის კლასიკა, რომელიც ჩვენ გვასწავლეს, განაწილებული მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების πρოცესი. ფაქტი. ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. 914-ში დაწერა იმ კაცმა ის იმპერიალიზმი, როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი უბრალესწრაფელი სტადია. აი ჩაი შერისხული პიროვნებაა დღეს, ხო? მის იმ ხუცითად ნიშანში, რომელი არასწორი. ეს სამწუხაროდ. ფაქტია, იმიტომ რომ თურმე
ეს პროცესი, რომელიც აქვს კაპიტალიზმი ომების გარეშე ვერ იარსებებს. აი, ამაშია საქმე. იქიდან იკვებება ის. ფაქტია. ფაქტობრივად გამოდის სისხლით იკვებება. კი ბატონო და მაგრამ სოციალიზმიც იგივე გზით არ მოვიდა ბატონო ედიშე. აბსოლუტურად გეთანხმებით. სოციალიზმიც იგივე გზით მოვიდა, მაგრამ სოციალიზმის მერე შემდგომ განვითარებამ, რომელიც ჩვენ გვახსოვთ, ჩემო ბატონო, გარკვეულ წილად აწონასწორებდა ამ სიტუაციებს. კი. იყო ამდენი ეხლა 30-იანი წლების რეპრესიებზე საშინელება იყო, უბედურება იყო. მაგრამ რომელი 30-იანი წლების რეპრესიები მიედარება იმ ამბებს, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის ახლა მიმდინარეობს. რასაბარო, მეორე მსოფლიო ომში, კი ბატონო, ახლა სხვათა შორის მაშინ სულ 9 მილიონი ადამიანი დაიღუპა გერმანელი. კი ბატონო, 27 საბჭოთა კავშირის და მე ამერიკის 350,000 მეტი არა და ეს 4 წელიწადი მიმდინარეობდა. აქ მე მგონია რომ გადააჭარბა უკვე. მე მგონი გადაჭარბებული. 1418 დღე იყო ის ომი. დიახ. ხო, და ეხლა 1425-ია მე მგონი ეხლა. დიახ. და კიდე კარგა ხანს მის დამთავრებას ისა დასასრული არ ჩანს. ათასნაირი შიდა მიზეზებით გააჩნია და გარე, ანუ ენდოგენური და კი ბატონო. სხვადასხვა მიზეზები გააჩნია ამას, მაგრამ ახლა ეს უკვე მე ჩვენ ხედავთ რომ ბატონადიშე მიუხედავად იმისა რომ რუსეთი მე ახლა იცით რა ახლა მე მინდა ცოტა განვავხო ჩემი ნათქვამი და იმიტომ რომ თქვენ ამას ძალიან კარგად გაშიფრავთ და აი ასეთი რაღაცა რომ აი დღეს საქართველოს მე ჩემი საქართველო მაინტერესებს სოფლიოს ბედი ჩემთვის უნიშნელო არ არის, მაგრამ იმ სოფლიო კონტექსტში საქართველოს მე ჩემთვის მიასახარისხოვანია იმასთან საქართველოს შედარებით და უმთავრესი და აი ახლა დღევანდელ პირველ გადასახედიდან მართალია ჩვენ სტრატეგიული მოქმედება და დიდი მადლობა მეთქვი ჩვენ მთავრობა, დიდი მადლობა რომ ჩვენ ომში არა ვარ ჩართულები, დიდი მადლობა რომ იცრუნავენ თავის მოქალაქეებზე და მართლა დღევანდელ საქართველოს მთავრობა რო ყავს მე ახლა უკეთესი მთავრობა რატომღაც ახლა ნამუახლოეს წარსულში არ მახსენდება მაგრამ ერთი რამე მაინტერესებს ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანა ჭირდება თავისი გარკვეულწილად გარეშე ასე ვთქვათ ფარველი ძალა ამ შემთხვევაში ჩვენ რეალურად თუ გადავხედავთ სიტუაციას ბატონედიჩე ჩვენ ცოტა სხვა ჯერჯერობით არ ჩანს ძალიან არცად არ ჩანს ესე იგი ევროპამ ფაქტობრივად ზურგი გვაქცია რატომ ესეც გაუგებარია აბსოლუტურად რა უნდა ევროპას მე მგონი არ ვიცი ახლა მე მაგალითად ამდენს ვკითხულობ ამდენ ინფორმაციებს ვღებულობ ამდენ ინფორმაციულ ბანკებში ვიქეკები და მე ვერ ხვდები ბოლომდე მაინც რა უნდა ამ ევროპას ამერიკამაც უკვე მოხედა და აგერ თქვენ ხედავთ ახლა რომ მეც იგი 75 ქვეყანაში საქართველოს შეიყვანა და უკვე საქართველოზე უკვე ამერიკის ასე ვთქვათ ვიზას არ გასცემენ. ნუ ახლა ესეც ცოტა ისე გაუგებარია ახლა რატო ხდება ეს და რატო უნდა მოხდეს ეს და ასე და მას რატო აკეთებს ახლა რა საშიშროებას ხედავს ის 3,700,000-იან მოსახლეობაში მე ეჩევამდე გაუგებარია როცა 330 მილიონზე ასული და 365 მილიონი იქნება სულ რამდენიმე წელიწადში 10 წელიწადში. ნუ აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ მაინც სად უნდა ეძებოს, მაინც საჭირო არის გარეშე ძალებთან, მაგრამ ჩვენ ისედაც ნებისმიერ შემთხვევაში კი ბატონო ჩვენ 400 მილიონიანი არაბული სამყარო ასე თუ ისე ჩვენ გვერდით არის. ახლა თქვენ კარგად იცით რომ ჩვენ კარგი ურთიერთობა გქონდა ირანთან, მაგრამ ირანში რა პროცესები მიმდინარეობს ამის საერთოდ არავითარი ის არ არსებობს პერსპექტიული რაღაც რომ განსხვავდება რომ თქვა რომ აი ხო რაღაც პროგნოზი გააკეთო რაღაც დადებითი აი ეს არ არსებობს იმიტომ რომ იქ რაც ხდება ეს არ არის შემთხვევითი ეს არის რაღაცა ინფერირებული რომ არის ესეც ვიცი ძალიან კარგად აქედან გამომდინარე სად არის სად უნდა ვეძებოთ ჩვენი ქვეყნისთვის გარკვეულწილად ფარველობა რას ნიშნავს? ახლა ჩვენ თუ გვინდა დავუშვათ ნეიტრალიტეტი დავიცვა და ამაზე მთელი პარტია არ შექმნით და ამაზე მიდიან, მაგრამ ახლა ნეიტრალიტეტს თავისი გარანტორი ხო ჭირდება. ესეც არ ვიცი. ბატონო, მურმან, ჩემი გადასახედიდან მე ვხედავ ასე, რომ სამწუხაროდ ჩვენთან ვინაც უნდა იცოდეს მე ოპოზიციაზე მაქვს უპირველეს ყოვლისა მხედველობაში, მან არ იცის საქართველოს ისტორია. რა მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე.
ჩვენ იყო ბალანსირების პოლიტიკა. მთელი საუკუნეთა განმავლობაში. ერთადერთი ნაცარქექიას ის არის. შემთხვევით არ შექმნილია ჩვენთან ის საქართველოს შეიქმნა. საქართველოსთვის და ახლა მოდი ვთქვა ჩვენ ნათალიანი ახლა ნახალწლერია და ნაბახუსებზე ვარ გამოსული და იმ ბახუსზე ჩემო ბატონო ხშირად გვიყვარს საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდებდა და ოსეთიდან არ აგაწამდეო მაგრამ სინამდვილეში ვიყავით საუკუნე ნახევარი ერთიანი მეტი ვიყავით ერთიანი მეფე როდის ყავდა? ამას ერეკლემ ვერ გაბედა ერთიანი საქართველოს მეფობა. ხო და ამიტომ ლაპარაკობ ეს ბალანსირების პოლიტიკა და თქვენ ძალიან კარგი თქვით დასაწყისში იცით ის გველეშაპებსო მაქვს იქ ჩაკეტილი ხო? გვინდა თუ არა ეხლა ევროპა 500 მილიონი ხო? და ეხლა ეს ევროპა რომელშიც მე ვიტყოდი რომ ასეთი ქაჯი პოლიტიკოსები რომ არის ეს ევროპას ისტორიის მანძილზე არასდროს არ ყოფილა არ შუა საუკუნეებში არ ყოფილა კაცო არ ყოფილა რაც ამიკითხავს ასეთი და არაადეკვატურები არიან როგორ გითხრათ იცით ესე იგი ხშირად მეკითხებიან რა სიტყვითო იმასე ევროპელ პოლიტიკოსებზე და ერთი მეკარე იყო გახსოვთ თქვენ ლევიაშინ სოფლის ცნობილი მეკარე ხო და მას კითხეს ვისი გეშინიაო ვისი დარტყმულისო ბურთის დარტყმულისო დაასახელა ღმერთმა აცხონოს ქართველი ფეხბურთელი არის ეს იმისო რატომო და ბიჭო ისე ურტყავსო მაგ თვითონ არის ეს ადურტყავს და მე საიდან გავიღო კაცო ანალოგიური სიტუაცია არის ევროპელ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით რას ლაპარაკობენ რას და აი გურულები რო იყვიან ბიჟოტიალობენ ჩემო მადლობა თავად არიციან ამიტომ აუცილებელი არის და მაგრამ ბოლოს მიხვდნენ რას წარმომადგენელს უნიშნავენ პუტინს ახლა სპეციალ ამ დახას პუტინზე გამოცხადებული ქონდათ საერთაშორისო და დამნაშავეა ხო ახლა სპეციალური წარმომადგენელიო და მოვიდა ვიღაცას სკუაც იქან ეტყობა ვიღაცას რაღაცა შეისმინა ოღონდ და უნდა ველაპარაკოთ პუტინს ბიჭო 500 მილიონიანი ევროპა ფიქრობს ამის შესახებ და შენ თქვენ ბრძანეთ 3.700.000 კაცი ვარ და ჩვენ ვერ უნდა შევძლოთ მით უმეტეს ქართველმა კაცმა შექმნა ის იმპერია და ის ატომური ბომბი ქართველმა კაცმა დაუტოვა რომლის მეშვეობით გუსკულებზე იყურება მაგაზე დგას დღესაც რუსეთს ზუსტად ამას ვლაპარაკობ ესე იგი მოდი შევთანხმდეთ ერთ რაიმის შესახებ რომ ვინაიდან და გეთანხმებით სრულიად ეს გასაღები არის იქ აფხაზეთის დაბრუნების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და აღდგენის გასაღები არის რუსეთში რუსეთთან სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ის აუცილებელი სულ მცირეს ვლაპარაკობ აუცილებელია და თუ არა და იმის აღდგენა იმის სანამდე აღდგება დიპლომატიური ურთიერთობა ზუსტად მაგას ვლაპარაკობ და ერთ-ერთი უმთავრესი რამ კიდე ახლა არ დაგვავიწყდეთ ჩემი ძირფასო ტელემაყურებლები ერთ-ერთი უმთავრესი აღმოსავლეთის უძლიერესი სახელმწიფო ჩინეთი ეს უჭკვიანესი ეს კონფუცის სამშობლო ჩემო ბატონო ლაოძის სამშობლო არა ეს შემთხვევითი ქვეყანა ჩემო ის კი არა კულტურა და ცივილიზაცია მაგრამ ჩინეთიდან მოდის და იწყება და ახლა და მარტო გავიწყდეს მე ახლა ბატონი ჩვენი ყოფილი პრემიერის ლამაზი თვალებისათვის და საქართველოს ლამაზი თვალებისათვის და ისა ტერიტორიისათვის ისა ლამაზი ტერიტორიისათვის არ განუცხადებიან მათ სინძიპინმა როდესაც მან განაცხადა რა ძახმა მოხდეს საქართველოს ჩემი სტრატეგიული პარტნიორი იქნებაო ახლა ეს ამას უზარმაზარი სახელმწიფო მეთაური პრეზიდენტი როდესაც სოფლიოში მეორე ქვეყანა აცხადებს და რომელიც ახლა მართალია რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობს დაპირისპირება მაგრამ ეს ქვეცნობიერში დაპირისპირებაა მომავლისათვის ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მაგრამ ეს არასოდეს ცხელ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება არა გამორიცხულია და ამის დიპლომატიის იგი დარწავა ეს და ეს უნდა გავაცნობიეროთ და უნდა შევიგნოთ ჩვენ იმიტომ რომ პოლიტიკა ისეთი საოცარი რამა, რომლის შესახებ 2006 წლის წინ თქვა არისტოტელე. პოლიტიკა ხელოვნება. და მით უმეტეს ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორც საქართველოა ხელოვნებით დაამატა კომპრომისის ხელოვნება. კი ბატონო, და არ უნდა აგერ ყავდა უდიდესი გენიალური მოაზროვნე სულხან საბა. ბაყაყი რო დაგვიწერა, ჩემო ბატონო, იმაში გუბურაში რო იხჩობოდა. ამოდიო, ბიჭო, მაგენდანო ეუბნებიან სხვები და არაო, აქ უნდა არისო ჩემი სამკვდრებელიო. შეკაიკაცო 30 წლის განმავლობაში შეხედე იმ პოლიტიკას, რომელსაც იძახით, დასავლური. გინდა თუ არა ეს, არ მოაქვს შედეგი, მოგვიტანა რაიმე. ბატონო ედიშე რა ცოტა სხვა შესტომა კიდევ დაშვებული, ჩემი აზრით, საკურველია,
რომ აქ 78 გარდამავალ მუხცი რო შეტანილი არის ეს და ამაზე სხვათა შორის თურმე სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს იქიდან რომ ეს რო ამოღებული იქნა ჩვენი კონსტიტუცია ამას რეფერენდუმი სჭირდება აი ზუსტად მაგეთკენ მივდივარ და მე მინდა გითხრათ კაცო ის 78 მუხლი მე დარწმუნებული ვარ რაღაცა შინაგან ჩემ თქვენს ცნობიერში რომ ეს დაძალებით იყო არსებული რეალური სიტუაციის ზეწოლის შედეგი იყო ახლა თქმა არ უნდა ამას თორე ავიღოთ რომელიმე ქვეყანა სადაც გნებავთ აბა მითხარი სადაა რომელიმე ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერილი ნატო და ევროკავშირი გარდა უკრაინისა და მოლდოვას არც მე მგონი უკრაინას კონდა მაგრამ ახლა ის სანდუმ ხო ხედავთ რა განაცხადა ეს გაუგონარია მაგრამ არა განაცხადა ჩვენ დამოუკიდებლობა კი არ გვიდა ჩვენ რომინეც უნდა შეუერთდეთ ეხლა ეს უკვე რას ნიშნავს კაცო აგერ იმათ ნაცმოძრაობის წარმომადგენელი ვიღაც ბიბილაშვილია ვიღაც ყვაშილავაა ვიღაცები ხმა მე რა მოხდა რაღაც ესე იგი ამაზრით გამოდის ვინაიდან ის ახლოს არის რუმინეთთან და ნატოში შესვლა უნდა, მაშინ ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ადგილზეა დღეს თურქეთი. ესე იგი თურქეთს უნდა შევუერთდეთ ჩვენ, აი წარმოიდგინეთ. რამე და ეს ბაბადიება ყველაზე მეტი დიდი უბედურება, რომელიც ამ წლების განმავლობაში მოხდა, რომ ასეთი მოთვინიერებული შეიძლება ითქვას პოლიტიკოსების თაობა რომელიც გამოზარდეს რომელსაც გადაუგდე პურის ხვაის ნატეხი და რაც უნდათ იმას გააკეთებენ საკუთარ დედებს გაყიდიან ყიდველი თუ გამოუჩნდათ ამის თქმა შეიძლება კაცო თქვენაც ახლა ბრძანეთ და ამას აგერ ჩვენთან ხარი აუგეს მე რა მოხდაო კაცო აბა როგორ უნდა გააკეთოსო აი ამ დონეზე არიან დასულები და ეხლა მე მაგალითად ზოგიერთი თავს რო იკლავს ხელისუფლებაში მოსვლისათვის დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაში კაცი რომ არის თუ მას გაჩნობიერებული აქვს საძის და რა საჭესზე უკიდია მას ხელი ეს არის შეიძლება ბეწვის ხიძზე სიარული რომელსაც შეიძლება არავინ არ იცის რომელ წამს გადაიჭერები უფრო სად გადავარდე ამიტომ ეს სიხარულით კი არა ეს უნდა იყოს უდიდესი პასუხისმგებლობით აღებული და რა მინდა გითხრა 400 მილიონიანი ბრძანეთ თქვენ არაბეთი აი მოხდა ჩვენი ქართული დიპლომატი გენეტიკაში გვაქვს ჩვენ ეს რომ როგორი ურთიერთობებია დამყარებული ამ არაბეთთან. აგერ ჩემო ბატონო ჩინეთი. აგერ გვინდა თუ არა, უნდა თუ არა რუსეთს, უნდა თუ არა ჩვენთან მას აუცილებლად უნდა კონდეს ურთიერთობები. აუცილებლად უნდა კონდეს კიდევ ერთხელ გვიმეორებ ის აგრესიული ურთიაგრესიისაგან რუსეთი ვერ დაიშრიტება, მაგრამ ამ დროს ჩვენმა დიპლომატიამ უნდა შეძლოს რომ რამენაირად აი ზუსტად მიზანშედეგობრივი კავშირებიდან გამომდინარე აღმოსავლეთს, დასავლეთს, სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის რომ შეძლოს იმის ისტორიული სანუკვარის მიღწევა, რომელსაც ქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ოღონდ ეს იქნება ხანგრძლივი ტანჯველური პროცესი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ეს უნდა მოხდეს იმ დროს, როდესაც სოფლიოს გადანაწილების პროცესები მიმდინარეობს. თქვენ ბრძანეთ რომ მიმდინარეობს, რომ მიმდინარეობს, მე ყველაფერი იქნება უკან. კი ბატონო, განთავისუფლდებით. და მარკ რუბიომ პირდაპირ თქვა ასეთი რამე. რუბიო მეორე კაცია, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებში. პირდაპირ თქვა, რუსეთი თუ განიხილავსო მაგასო ჩვენ ესო რუსები უწოდებდა და ბლიჟნე ზარუბეში. ახლო საზღვარგარეთ ხო უწოდებენ, მაგრამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ისინი განიხილავენ როგორც თავიანთი საკუთარი გავლენის სფეროს. ისე განვიხილავთ ჩვენო ჩემო ბატონო სამხრეთ ნახევარსფეროს. ესე უბრუნდება, აი ელემენტარული ცნობის ისტორიის ცოდნა საჭირო. აქ ამ შემთხვევისათვის საჭიროა მონროს დოქტრინეს. გახსენება, როდესაც ამერიკა თავის უკანაეზოდ განიხილავდა პირდაპირ უწერია ჩემო ბატონო ისა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს და საერთოდ ამერიკის კონგრესს და იმ კაცმა პირდაპირ თქვა მე მინდა ეს მე მგონი კუბასაც უკვე თავის მხარეზე გადაკაჭავს პირდაპირ საპროგრამო სიტყვაში წელწადი გავა 20 იანვარს ხო 20 იანვარს როცა ტრამპის ინაუგურაცია იყო პირდაპირ ჩემი უნდა იყოს გრენლანდია ხო თქვა კაცმა დამთავრდა და მაგას არ შეასრულეთ ხო ეხლა დღეს უჩვენეს ეხლა დღეს იყო შეხვედრა დანიის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა და საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში. ისინი იქიდან გამოსული უჩვენეს სიგარეტს რო ეწევიან, ჩემო ბატონო, აი როგორ გითხრათ, იცით,
უკანასკნელ სიტუაციაში მდგომი ხალხი რომ იქნება რა ისე ბატონო ისე მოდით ახლა რეალურად შევხედოთ მოვლენებს სად დანია და სად გრენლანდია ნუ ახლა აბსოლუტურად მესმის ყველაფერს ხო თანაც მithumedes გრენლანდიას იმდენი მარაგები ქონია და იმდენი ნავთობის გაზის და ასე შემდეგ იმის გარდა ოქრო და კიდევ სხვა და სხვა იშვიათი მეტალები და ამას ახლა ამერიკა იქეთ არის აიგე ვეებერთელა აიგერი მეგალადონი აგერ არის მეგალადონი ახლა გააჭაჭანებს თავის ირგვლივ ლიფსიტებს როგორ გავიგოთ კაცო აბსოლუტურად მართავს ლაპარაკობ და გავიხსენოთ დიდი აკაკი წერეთელმა რომ გადმოაქართულა ის იმის რა ქვია კრილოვის შემობატონო გელი და კრავი დიდ კაცთან პატარა კაც როდის გაცვლია მართალიო და ამ დროს მე ერთი უმთავრესი მინდა ყველას შევახსენო ზოგიერთი იმ კაცს რო დაცინის რომელიც თავისი ჭკუით გენიოსი იყო ქართველი რომელმაც დღემდე მოიტანა სოფლიოს გადანაწილება იცი ვინ მყავს ხოდელობაში ჯერმა იალტა პოცდამის შემოქმედი კაცი დამთავრდა ის ეპოქა 80 წელი გავიდა და ამ 80 წლის შემდეგ აი ზუსტად მე შემთხვევით ამ კაპიტალიზმმა გამოამჟღავნა თავისი ბუნება მას უნდა კიდევ ხელახალი გადანაწილება იმიტომ რომ ის აი ნახოთ კარგად აქ ეს თავის ნაწარმოებში ასახული დიდ ნიკოლოზ ბარათაშვილს ნახეთ თვითონ მეფენი რომელიც უმაღლეს არღა არის სხვა რამ დიდება აღიწვიან და იღწვიან იმამ მიწისთვის რომელიც დღეს თუ ხალ თვითი არიანო ანალოგიური სიტუაცია ეს არაზროს არ მოიშლება ბატონო მურმან მაგრამ აი პატარა ლიფსიტებმა თქვენ გაგზავნეთ უნდა ვეცადოთ რომ ამ ვეშაპების ყბებში არ მოხვდეთ და როგორ შეგვიძლია ეს იმიტომ რომ ეხლა დიდი ამბები იყო ატეხილი ირანსა და ირანში ამბების გამო ჩვენ ნახეთ რა ხდებოდა რა ვაკხანალია იყო და როგორ უნდათ საქართველოსშიც ამ ამბების გარკვეულწილად გადმოტანა და როგორი მოსყიდული ხალხი ვყავს აქა ხედავთ ხო რა უამრავ მეხუთე კოლონა რა საშინელება აი რა მუშაობ ჩვენი ქვეყანა მუშაობ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობ სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ და ყველა მათგანს მიუჩენენ მის ადგილს და ყველაზე მეტი მთავარი ის არის რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ რა ჩემი აზრით ეხლა ჩვენ უპირველეს ყოვლისა განათლების სისტემაში უნდა ვეცადოთ ცვლილებები კარდინალური რატომ იცით ისტორია უნდა სხვა თემაა და მე რატო ვლაპარაკობ ზუსტად მაგაზე ვლაპარაკობ იმიტომ რომ იმ როდესაც ირანზე ყურადღება აქვს გამახვილებული და ირანს როდესაც ელაპარაკებიან უნდა იცოდნენ რა გეოპოლიტიკური ბელეშაპებს შორის უხდებოდა საქართველოს თავის გადარჩენისათვის ბრძოლა ამისათვის ლავირება და ამ ლავირების შედეგი იქნებოდა ჩემო ძვირფასო მეგობარო რა იცით ამ ლავირების შედეგი რომ დღევანდელ დღეს ჩვენ როგორც სახელმწიფო ვარსებობთ თორე მიმოიხედეთ ირგვლივ რამდენი სახელმწიფო იყო რამდენი იმპერია იყო იმპერია მარტო აგვილი პირისაგან მიდის ამ 2000 წლის განმავლობაში ბატონო უზარმაზარი იმპერიები მარტო ბიზანტია საბჭოთა იმპერია არისო კაცო რომის იმპერია არისო თვით ის ირანი არისო ჩემობატია ის არის ოსმალეთის იმპერია უზარმაზარი იმპერიები იყო მაგრამ ბუნებრივია ასეთის იმპერია არისო მოსწავლემ უნდა იცოდეს ახალგაზრდამ ვლაპარაკობ უნდა იცოდეს ჭეშმარიტი ისტორია მე ვლაპარაკობ ამას და არა გაყალბებული და გაზვიადებული ივანე ჯავახიშვილი ლაპარაკობს კაცო ეს არის ჩვენი ძალიან დიდი სუსტი წერტილი რომ ყველაზე მეტად იმ გარკვეულ ძალებმა მოგვინახეს ის რომლებიც ჩემო ძვირფასო მეგობრებო იძახიან უპირველეს ყოვლისა რაღაც აბსტრაქტულ დემოკრატიაზე რომლებიც იძახიან რაღაც აბსტრაქტულ რუსული ესე იგი მე და თქვენ რო ვლაპარაკობთ ახლა ამას გამოვა ვიღაცა და იტყვის ესენი პრორუსებია ჩემ ვინაიდან ცდილობთ ვიღაცა ვლაპარაკობ რიზზე ის აი ზუსტად მაგაზე გელაპარაკე არავითარი არც რუსოლოგი ვარ და არც კიდევ არც ამერიკული როგორ შეიძლება თქვენზე მე მინდა ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და აფხაზეთიდან კაცი ბრძანდებით ჩემო ბატონო და თქვენზე შეიძლება ვინმე ვიღაცა შარლატანი გინდა ჩემი ახალგაზრდობა მე აფხაზეთში მაგ გადარევი იქ მაგ უნივერსიტეტში მომთავრებული 79-84 წლები იქ ცხოვრობდი და ვიღაც შარლატანი გამოვარდება ეხლა და ვინაიდან ჩვენ რეალურად
ვжელობთ პროდუს მე რატო ლაპარაკობ ეს დავალებით აკეთებს ამას იმიტომ რომ ვიღაცა წრეების მიერ შემთხვევით არ ვთქვა ჩვენს პარლამენტის თავმჯდომარის გვისახეს თავისუფალი სიტყვაო და შემოგვაჩეჩეს ზიზღიო ფაქტია ხო იმიტომ რომ ფაქტია და ამავე დროს გავიხსენოთ როგორ კარგად აქვს ეს შემუშავებული რა ქონდათ ძველ რომაელებს პრინციპად დაყავიდა იბატონეს პრინციპი ეს იმპერიის პრინციპი მთავარი პრინციპი ახლა თქვენ ტოლველი კაცი ბრძანდები დიქედამ ბრძანდები და განსაკუთრებით მიყვეს ერთი რამ შეხედეთ რა უნდა ჩადო ისეთი კოდი იმ ადამიანებში რომლებიც იქედან ტოლველი არიან რომლებითა გარკვეული ნაწილი მომხრე იყო უკრაინიზაციის საქართველოში ვიცით კაცო იყო ფაქტი კი ბევრი იყო სამწუხაროდ და ამ დროს რატომღაც უკრაინაში ეგონათ რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები და აი უკრაინა მოიგებს ამას გააკეთებს იმას გააკეთებს ახლა არც სხვათა შორის ბატონო ედიჩერ ახლა მართლა შეიძლება ამ 4 წლის შემდეგ რაღაც არა ახლა 22 თებერვალს ხდება 4 წელი ხო და ჩვენ შეგვიძლია ერთი რამე ვთქვათ და მე მაგალითად ერთ რამე ვიტყვი რომ არც ერთია მოგებული და არც მეორე როგორც მამელუქში რომ არის არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე ისა ფრანგი ორივე ბედკური საქართველოს შვილები იყვნენ არც რუსი და არც უკრაინელი მოგებული არ არიან ეს ბედკრული ხალხი არ არიან სხვათა შორის პუტინს რატომ უღირდა ახლა თუნდაც ახლა მე რატომ ამბობ რომ საქართველოსთან არის დაკავშირებული და ზოგიერთებს ეგონათ რომ არ წყდებოდა საქართველოს ბედი უკრაინის ბრძოლის ველზე და აი პუტინს რატომ უღირდა ის ყველაფერი იმად რაც მან და მისმა ქვეყანამ განიცადა მისი საერთოდ ეკონომიკის ჩამოშლა, მისი ბიუჯეტის ასე დეფიციტურისა, მისი საერთოდ ნავთობის ასე ვთქვათ სავაჭრო ბალანსის აბსოლუტურად შემცირება და აბსოლუტურად ესე იგი უკუსვლა, ესე იგი ისეთი რეგრესია და შემოსავლების თვალსაზრისით, ბუნებრივია სოციალურ პროცესებზე ზეგანაცვლად ეს ადამიანები რამდენი ახლა რო იძახიან ახლა ასე არ არის ახლა ის წინ მიიწევთ თუ მეიწევთ 2.5 კილომეტრი თუ 200 მეტრი წინ თუ წაიწია ეს რას ნიშნავს საერთოდ და მით უმეტეს ახლა რატომ იძახით როდესაც ადამიანს უჭირს მაშინ იძახის ის ყველაზე რადიკალურ ნაბიჯის გადადგმაზე მაშინ იწყებს ხოლმე საუბარს და ეს არეშნიკები და იცინი პოსეიდონები რომ მოიგო აი ჩვენ ამას ვიდამთ იმას კი მაგრამ შენ თუ იზამ ამას რუსეთი რო ხარ რა ამერიკას ძინავს ამერიკის მეცნიერებას ძინავს ამდა ჩინეთის მეცნიერებას ძინავს 22 საუკუნეში არის ჩინეთი მურმან მე ასეთი ჩემს ასს გეტყვით ახლა ჩემი ასეთი შტაბ-ბილება მრჩება ყოველ შემთხვევაში ასეთი შტაბ-ბილება პირველს გეტყვით იმას პირველს და მე შემდეგ გავაგრძელებ პირველი რომ დათა თუთაშხიაში არის ასეთი რამე როდესაც დათას შვილი ესვის თავში კლავს ასე მიიდებს თავზე ხელს დედა რა მოაფიქრებინა ესო გახსოვთ უშნი ზარანდიას მოფიქრებული რომ იყო ეს მიხვდა მე ეს ომი რო დაიწყო მაშინ ცოტა ხნის შემდეგ მართლა თავზე მე უბრალოდ ლაპარაკობ ჩემს პირად მაგრამ რა მოაფიქრებინა ეს თქვა იმიტომ რომ რუსი და უკრაინელი იმაზე მეტი ახლოსაა გარკვეულწილად წარმოშობის თვალსაზრისით ვიდრე ქართველები და მეგრელები ჩემო ბატონო გარკვეულწილად ვლაპარაკობ თითქმის კიევსკე რუს ერთებიდან მოდიან ზუთ კიევსკე რუს და ჩვენ და ქუდი და ფარნავაზი და ფარნავაზი ვიყავით მე და ნახეთ თუ არ იყო ამის ცდელობა საქართველოში არ იყო 90-იან წლებში იყო ახლა ეს ისტორიაც არ უნდა დავიწყოთ და მეორე უმთავრესი რაზეც მინდა ეხლა ყურადღება გავამახვილო ჩემი მოსაზრებით რაც უნდა გადაწდეს გრძელდება ეხლა თორე ეს ანკოროჯუა თუ რაღაცა ალიანსკაზე როდესაც შეხვდნენ იქ გადაწყვეტილია ეს ფაქტობრივად ნახეთ იმის შემდეგ ტრამპი ერთ სუთ სიტყვას ვლაპარაკობს პუტინს მითხარ ახლა ლაპარაკობ არა არავინ არ იცის იქ რაზე შეტანხმება არავინ არ იცის და ერთი უმთავრესი რამ მინდა კიდე გითხრათ ატეხილია ერთი ამბები აგერ ვენესუელას ამბები აგერ ირანი მიემატ მითხარით პუტინმა ერთი სიტყვა რომელიმეზე თუ თქვა არ ვთქვა აი ეს დამაფიქრებელი არ არის რაცო მას ის არაფერს არ ამბობს მაგრამ თავისას აკეთებს აი ზუსტად ამას ვლაპარაკობ ჩემო ბატონო ზუსტად ამას ვლაპარაკობ რომ მე ესენი ეს ომი გალაქტიონი არ იყოს გალაქტიონის არ იყოს დღესავით არის ჩემთვის ნათელი რასეთქოს ჩემზე შთამომავლობა ეს ნაღდი ომი არის ეს არის იმპერიალისტური ომია
მე რომ მკითხოს კაცმა იმპერიალისტური ომია, იქა ჩემო ბატონო ის უკრაინა წააქეს ეს იმისათვის რისთვისაც წააქეს და ბატონმა ტრამპმა პირდაპირ თქვა, მე ჩვენ რაც გვინდოდა უკრაინისგან მივიღეთო იშვიათი ლითონები და მაგაცო 350 მილიარდი დავახარჯეთ და 700 უნდა ავიღო. პირდაპირ თქვა ამ კაცმა, აგერ პუტინმა ტერიტორიებიო, მე მჭირდება, მას მჭირდება ის ტერიტორიები რომელიც მისთვის სასიცოცხლო დაუცილებელია და პირდაპირ ლაპარაკობ დონბას და ასე შემდეგ მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთმობ. იმიტომ რომ ნახეთ როგორი სიტუაცია იცით ქათამა წყალი დალია და მაღლა ღმერთ შეხედავ. ისტორიის შემთხვევით ლაპარაკობ სულ ისტორიაზე. რატო ლაპარაკობ ამას განსაკუთრებით? პუტინია ოკუპანტი. პუტინია საქართველოს დამპყრობელი მაგრამ საქართველოს გარკვეული ტერიტორიების დამპყრობელი, რომელსაც იმედია აუცილებლად დააბრუნებენ. ნახეთ რა იყო ნატოსთან გაფართოებაში მოლაპარაკებაში. მართალია გორბაჩოვი ერთი დიუმითაც არ წავა წინო. რა მოხდა? რა იყო? როგორ იყო? მე მინსკი ერთი, მინსკი მეორეს ხელშეკრულებები. ეხლა ჩვენ ზერელეთ განვიხილავთ ამას. ეს ფუნდამენტალურად განვიხილავთ. ჩემო ბატონო და ეს იყო ძალიან დიდი დაპირისპირება დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის, რომელიც გატარდა პროქსი ქვეყნის მეშვეობით, უკრაინის მეშვეობით და მიიღო უკრაინამ ის შედეგი, რომელიც მიიღო. ეს ეთყობა და ძალიან კარგად დამუშავებული იყო ჩვენი ხელისუფლების ტვინებში და მადლობა ამისათვის, რომ თქვენ ბრძანეთ და სრულიად გიერთდებით, რომ ჩვენს ქვეყანას ვითხოვდი თურქ-სელჩუკების შემდეგ ასეთი საფრთხე არასდროს არ ქონია. ძალიან დიდი საფრთხე. იმიტომ რომ საქართველოს დამერწმუნეთ დღეს არის არსებობთ. უკრაინას თუ ჭირდება 10 სიტყვაზე ვლაპარაკობს ვორეშნიკი და პოსეიდონი და საქართველოს ჭირდება ერთი არეშნიკი ჭირდება დამთავრდა. თუ დამთავრდებოდა აბსოლუტურად ყველაფერი. ამიტომ ეს რა არის შეცდომები, მაგრამ და არის რაღაცა, იმიტომ რომ სახელმწიფო მართვის პროცესებში ეს შეხდება და მე ხშირად ვლაპარაკები რატო არ აკრიტიკებს ხელისუფლებას. არ გავაკრიტიკებს სანამ ასეთ სიტუაცია იქნება. იმიტომ რომ მე ჩემი ქვეყანას და ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას ვერავითარ შემთხვევაში დანას ზურგში არ ჩავარტყა. იმიტომ რომ მე მიმაჩნია დღევანდელ დღეს ერი ბუღდელი ყველა უნდა ვიყოთ იმისათვის რომ გადავარჩინოთ საკუთარი ქართველობა ფიზიკური განადგურებისა და ქართული სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ. ამ დროს თქვენ წარმოიდგინეთ გავაგრძელებ ბატონო ედიშერ ამ დროს დღეს სოფლიოში ისეთი პროცესები მიდის, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა შეიძლება საერთოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა. აი მაგალითად თქვენ წარმოიდგინეთ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც საქართველოს ასე ვთქვათ ზურგში ჩასეს დანა, ეს ვინ იყო? ეს იყო სირია, ეს იყო ვენესუელა, ეს იყო ნიკარაგუა და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ ქვეყნებს ესე რა მოვიდა და როგორ მოვიდა, ესე იგი უკვე დღეს კარმა მოქმედებს, კარმა რასაკვირველი, აი რაღაცა ძალა რომ მოქმედებს, თავისთავად ცხადია და ეს შემთხვევითი კი არ არის, ახლა ისე მე არ მინდა ახლა მისტიკაზე ვისაუბრო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ვინ ნათქვამი რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხსობილი ქვეყანა რომ ჩვენ ეს იმდაც იცავთ რომ რაღაცა ზენარი ძალები ფავრელობენ საქართველოს თუ არა, ამდენი იმპერია რომ ამოიშანთა საქართველოს მარტო დიდგორი რომ წაეგო დავით დასრულებული იყო საქართველოს არ იყო რა სელჩუკებს საერთოდ თურქ-სელჩუკებს საერთოდ გააჩნდათ სამშობლო ეთენი იყო მომთაბარეები და 2000 თურქი შეიკრიბა და დანაწილებული და ასე ვთქვათ ბიზანტია რომელიც იყო აბსოლუტურად დანაწილებული დასუსტებული ბიზანტია დაიპყრო და შეიქმნეს სახელმწიფო 1400 აღარ არსებობდა ბიზანტია აღარ არსებობდა ბიზანტია 1453 წელს დამთავრდა ბიზანტიის და ჩვენ აგერ მოვაღწიეთ მოვედით ჩემო ბატონო სახელმწიფოებრიობა აბსოლუტურად გეთანხმები რაღაცა ზენა არის ძალა მაგრამ ამავე დროს არის კიდევ ერთი რამ იცით ქართული გამონათქვამია კაცი რომ იხშობოდა და ღმერთს უთრავს მიშველეო გაანძრია ხელი და გეშველება აი ამიტომ აქედან გამომდინარე ბატონო ედიშე თქვენ როგორ ფიქრობ ყველაფერი ჩვენ რაც ვილაპარაკეთ ძირფაცო ტელემაყურებლებო ეს არ არის ძალიან სუბუქ თემებზე არ ვისაუბრია ჩვენ მე და ბატონო ედიშე ჩვენ ძალიან ძიმედ ვისაუბრეთ და ძიმედ თემებზე ვისაუბრეთ რაც დღეს რეალურად არსებობს მსოფლიოში და ჩვენ ვართ მსოფლიოს ძალიან სერიოზული და ძალიან დიდი ნაწილი მიუხედავად ჩვენი ტერიტორიული ტერიტორიისა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან რამდენი ადამიანი ცხოვრობს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ხარისხი და საერთოდ კაცობრიობის კულტურაში რა შეუტანია ამერს, ამ ქართველებსა. ჩვენ ბევრი რამე გვშეტანილი, ისეთი რაღაცა, რითაც ჩვენ ძალიან ბევრი წინაშე უფრო წინ დგავართ.
მაგრამ თქვენ როგორ გავწარმოდგენთ ყოველივე ამქედან დასკვნის სახით ბატონო ედიშერ რას გვეტყვით მაინც საით გადის და მაინც როგორ ფიქრობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა როგორ დავიბრუნოთ ჩვენ აფხაზები და როგორ დავიბრუნოთ ჩვენ ოსები ბოლოს და ბოლოს ამისია რეალური რამე ხენ მოსაჭირი გზა თუ არსებობს და თქვენ როგორ გაქვთ ეს წარმოდგენა მე წარმოდგენილი მაქვს ეს ისტორიული ურთიერთობები რომლებიც არსებობდა საქართველოსა და აფხაზებს შორის ქართველებსა და ოსებს შორის რომელიც მესამე ძალა უძახოთ თუ მეათე ძალა უძახოთ ეს რომელმაც გააფუჭა ეს და მინდა გითხრათ რომ არის ერთი ასეთი გამონათქვამი მგელს მგლობა დაბრალდა და ტურამ ქვეყანა დაარჩია მარტო იმ ჩრდილოეთის ბრალი როგორც იყვება ახლა არ იყო ეს იყო აბსოლუტურად იმ ძალების მოფიქრებული რომელიც ძალებმაც ამერიკული ძალებიც იყო რა თქმა უნდა ის დასავლური აბა თქვენ მე მგონი დამემოწმებით იმაში რომ აფხაზეთი როდესაც იკარგებოდა და მძიმე დღეები იყო სექტემბრის დღეები ძალიან კარგად გვახსოვს თვითონ ჩვენთანგან ერთი რომელიმე დასავლური ქვეყნის საპროტესტო განცხადება ერთი მითხარი პირიქით რეიგანი იყო მაშინ თუ არცები ხო არა რეიგანი არ ბუში იყო მამა ბუშის მამა იყო ხო მაშინ და 92-93-ში და ბუშის რა ერთი არავის არაცეთი განცხადება ეს ჩვეულებრივად ჩათვალეს მათმა ეგრეთ ჩათვალეს როგორც ისტორიული მოვლენა რომელიც ასე უნდა ფაქტობრივად გეოპოლიტიკაში რუსეთმა მოითხოვა ჩანს შავ ზღვაზე გასასვლელი და უთხრეს შემოგვადანო ეს შენი იქნება და დანარჩენისათვის მე ვხედავდი წლების განმავლობაში რომ და დღევანდელ დღემდე როგორი ბრძოლები მოდის მე როგორ ფიქრობ ბატონო ედიშე რუსეთი ამ გასაცვლელს აუცილებლად უნდა მოხდება დრო ჩვენზე მუშაობს იმიტომ რომ ახლა მარტო რუსეთზე ეს დამოკიდებული არ იქნება ნახოთ მე შემთხვევით არ მიხსენებია ის უზარმაზარი ქვეყანა რომელსაც ქვია ჩინეთი და ჩინეთის ელჩის ერთი მნიშვნელოვანი განცხადება თბილისში აქაა მაგრამ ჩინეთი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე ამაზე თავს იკავებს ჯერჯერობით მაგრამ ეს ტერიტორია როგორც მიდის ეს ტერიტორია იქნება უმნიშვნელოვანესი დატვირთვისა აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის ის შუა დერეფანზე რომ მიმდინარეობს ლაპარაკი ის სატრანსპორტო დერეფანი და ასე შემდეგ ეს გამოიწვევს თვისობრივად აუცილებლად იმის გამოწვევის პროცესს რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და მე მინდა ერთი რამ მინდა გითხრათ მაგრამ რუსეთი თუ გადაწყვეტს რომ საქართველოს რუსეთი არ უნდა გამოვიდეს ამ ომიდან კავკასიის ქვეყნები იყოს მისი ასე ვთქვათ ახლა რუსს ბევრი რამ უნდა მაგრამ მასე არაა მეც ბევრი რამ მინდა და სხვა ქვეყნებსაც ბევრი რამ უნდა მასე არაა საქმე რუსეთი და საითკენაც მიდის ეს პროცესები ჩვენ ხედავთ არც ერთ შემთხვევისათვის არ უნდა გამოვიდეს ამ ომიდან ძლევამოსილი მიმხვდით რასაც ვლაპარაკობ ძლევამოსილი უკვე ვერ გამოვა აი ზუსტად მაკედან ის კი არა ძალიან სერიოზულად მიდის აი ეს არის შეიძლება რუსეთში მოხდეს ძალიან დიდი ძვრები აი ეს არის იმის საყრდენი რომ რუსეთი იძულებული გახდება ამ ომის შემდეგ რომ ბევრ რაიმეს სხვანაირად შეხედოს და არ დაიწყობს იმ კუნთებზე ყურება, რომელი კუნთების ყურებაც მათ საუკუნეთა განმავლობაში ჰქონდა. რატო პოზირი? ეს არის აუცილებელი პროცესი, რომელსაც ვერც პუტინი, ვერც დუგინი და ვერც ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ისეთი მზარდი სახელმწიფო, როგორიც არის ჩინეთი, ფაქტობრივად დაქვემდებარებული არის დაქვემდებარებული ყავს გარკვეულ წილად მას რუსეთი და ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი უფრო მეტიც მინდა გითხრათ არა ამ გადაცემებში არამედ სხვა გადაცემებში მithქვამს ასეთი რა საქართველოს უბრუნდება დრო როდესაც დაუბრუნდება დრო სულ მოკლე ხანში იქნება ეს მე-12-მე-13 საუკუნეების გასაგებია მაგრამ მე მაინც ფიქრობ რომ ამერიკას ცდილობს რომ რამენაირად ეს ჩინეთი თვითონ თავის ორბიტაზე გადაკაჩოს. ვერ მოხდება ეს ადვილად ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ არის ასეთი ძალიან სერიოზული ექსპერტების საქსი და მათი დონის ექსპერტების ვარაუდი არის რომ 2038 წელს რაღაცა 12 წელიწადი 238 წელიწადთვის უკვე ჩინეთის ეკონომიკა უკვე ამერიკის ეკონომიკას გადაასწრებს. თქვენ წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ჩინეთი ხო დღეს ხომ ისე ტექნოლოგიებზე მუშაობს, რომელზეც ამერიკაში შეიძლება წარმოდგენაც არ ქონდეთ. ხომ ხდება ეს? ხომ არის ასეთი რაღაცები?
და ეს თუ რეალობა არის, რეალობა მომავალ და მithumetes ჩვენ ვიცით რომ ტექნოლოგიურ რევოლუციები ძალიან ხშირად ხდება და ესე იგი მოკლე ხანში ძალიან დიდი ნავთობები ხდება და ამ ტექნოლოგიურმა წარმატებებმა უნდა გადაწყვიტონ მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთობა. მე ასე ვფიქრობ და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ასეც იქნება და ხო რაც შეეხება აფხაზეთის საკითხს ნუ აფხაზეთს როგორ ლაპარაკობ ძირფას წარმახურებლებო აქ იგულისხმება ბუნებრივია ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი ამ შემთხვევაში რუსეთ ჯერჯერობით თავისი აქცენტი უფრო მეტად გადატანილი აქვს აფხაზებზე და აი აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის დალაგებაზე რომელიც მას ისე კარგად აქვს უკვე ამ 30 წლის განმავლობაში დამუშავებული მანამდეც ჰქონდა ეს დამუშავებული და ისე კარგად აქვს რომ ეს გაუცხოების პროცესი ეს ისეთნაირად არის ასე ვთქვათ უკვე ასე ვთქვათ გაყინული მე ვიტყოდი რომ ეს პროცესო მისი ამ ყინულის მოცილება ცოტა გაგვიჭირდება და ჭირს მაგრამ მაინც გზები არსებობს სრულიად გეთანხმებით და მინდა ვასრულებთ მეგონი გადაცემას კი რამდენიმე 2 წუთში დავასრულებ და საქმე რაში არის იცით რასაც დასაწყისია ყველაფერს დასასრულია ამავე დროს როდესაც ვლაპარაკობთ ეს უზარმაზარი სახელმწიფოები რომ არის ასეთი ახლა ისტორია ვინაც იცის უზარმაზარი სახელმწიფოები ძალიან ბევრი გვინახავს შემობატონო მაგრამ წასულან ისტორიის სარბიელიდან წასულან აღარ არსებობენ მაგრამ საქართველოს არსებობს ასევე იქნება მის აფხაზეთია მის სამაჩაბლოიანად საქართველოს იარსებებს და ბევრი ვიღაცეები რომლებიც კუნთებზე იყურებოდნენ რომლებიც ახლა იყურებიან რომლებიც თითებს გვიქნებდნენ და გვიქნევენ კიდევაც ახლა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ისინი არ იქნებიან და ჩვენ ვიქნებით სამყაროს აღსასრულამდე. დიდი მადლობა ოპტიმიზმშიც ბატონო ედიშერ, დიდი მადლობა ძვირფას ტელემოყრელებო. მე მგონია რომ ჩვენ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა დღეს მე და ბატონ ედიშერ და მე მინდა მადლობა თქვენ. შევწირო ამისთვის, ასეთი საუბრისთვის. მართლაც ესე იგი ჩვენ ვართ ის ადამიანები და ჩვენ ისე ვაზროვნოთ და ისე ვფიქრობთ, როგორც ეს საქართველოს ჭირდება და დღევანდელი ხელისუფალის ჩემთვის უაღრესად საპატივცემლო იმიტომ არის რომ აი ზუსტად მან ძალიან კარგად იცით რომ საკუთარი თავზე მეტად მას ქვეყნის ბედი აღელვება. მასე ვფიქრობ და ამაზეა, ასე ვფიქრობ ჩვენ და სხვანაირად შეუძლებელია, იმიტომ რომ საქართველოს ეს არის მართლაც მარადიულად უნდა იარსებულ საქართველოს. ეს შემთხვევითი არ არის, ჩვენ მისტიკაც არის, თავის დროს თამაშობს და მithumetes ზეციური და ჩვენ სამყაროს ნაწილი თუ არ ესე იგი ჩვენ კოსმოსური კავშირი გვაქვს მთელ კოსმოსთან. და აი ამ კავშირებს კიდევ ამ კავშირებს ვერ წაშლით. და აი ეს იმას იშავს რომ მისი ნაწილები და იქიდან ჩვენ ვერ მოუწყდებით იმ ორბიტას, რომელსაც მსოფლიო ორბიტა ქვია და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ალბათ უახლეს მომავალში ჩვენ ძალიან დიდი ძვრების მომხრები გავხდებით, მithumetes ცოტა ჩაწყნარდება ეს სიტუაციები, რაც ახლა ხდება მსოფლიოში და მე ალბათ საქართველოსაც მოიცლიან და საქართველოს მე უკვე თავის სიტყვას იტყვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო ტელემოყრეებო.